რა გაქვთ შესაძლებელი პირად ცხოვრებაში და როგორ უნდა გამოასწოროთ ეს? გამოსწორების შემთხვევაში რა შეიძლება თქვენს პირადში? ჯერ ვნახოთ ეხლა სად ხართ, მერე რა გაქვთ წასასწორებელი და რჩევა. ვნახოთ ახლა თქვენს პირადში რა ხდება. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ახლა აქ არის რადგან საჯარო გაშლა რამდენიმე ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის შესაძლებელია რაღაცა სიტუაციას წერტილი დაუსვით, ბევრმა თქვენთაგანმა, მაგრამ მაინც მერყეობთ. ანუ დასმულია წერტილი, მაგრამ არ იცით სწორია თუ არა, ან შინაგანად ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული თქვენს გადაწყვეტილებაში. შესაძლებელია რაღაცა ახალი იდეა გაგიჩნდათ პირადთან დაკავშირებით, ან რაღაცა გაცნობიერებაც გააკეთეთ მომენტში, ან აი როგორ და ცოტა ხისტი ენერგიებიც ჩანს თქვენს პირად ცხოვრებაში. აქ გაორებული მდგომარეობებია, მერყეობებია, შეიძლება თავად მერყეობთ, შეიძლება თქვენი პარტნიორი მერყეობს, ან მესამე პირები არის ურთიერთობაში და აქ ურთიერთობაში ზოგადად თქვენს პირადში ხედავ, რომ წრეზე დადის აქ რაღაცა სიტუაციები, ხან ისე, ხან ასე არასტაბილური მდგომარეობები აქვს ურთიერთობა სტაბილურობა აკლია, თითქოს უკვე ამ არასტაბილურობასაც და ამ მუდმივ მერყეობასაც შეეგუეთ და დიდად უკვე მგონი პრობლემაც აღარ გაქვთ რაღაც მომენტში და სადღაც იღებთ მოცემულობას, რომ ხო ალბათ ეს ესეა და იყოს ასე, მაგრამ ცოტა მოწყენილებით ხართ, აი უცით ყურებ ჩამოყრილებით, დაღრემილებით, თითქოს გინდათ რომ გადაჭრათ საკითხები, აქ ესე აღარ გაგრძელდეს, მაგრამ თან ვერ უშვებთ ბოლომდე ხელიდან რაღაცა სიტუაციას, აი ურთიერთობაში რაღაცას ძალიან ხართ ჩაჭიდებული და არ შეგიძლიათ ამის გაშვება. შეიძლება რაღაც მომენტში დამოკიდებულიც კი ხართ ამ ურთიერთობაზე, ან ამ ადამიანზე და მიჩვეულებიც კი ხართ უკვე ან დიდი ხნის ურთიერთობა, შეიძლება მოკლე ხანგრძლივიც არის, მაგრამ მიეჩვიეთ აი რაღაცა ყოველდღიურობაში გაქვთ გათავისებული ეს ურთიერთობა. ვნახოთ რა არის ის, რასაც შეცდომას უშვებთ თქვენ. ვნახოთ რა შეცდომას უშვებთ. შეცდომები ესე დავიწყებდი. პირველი შეცდომა რაც შეიძლება იყოს აქ ურთიერთობაში, რომ ემოციურად ძალიან ახლოს შედიხართ და შიგნით ადამიანთან და შესაძლებელია ეჭაჭვებით და მერე ჩაციკლა ხდება, აი მის იქით, სხვას ვეღარავის ვერ ხედავთ, სხვას ვეღარავის ვერ ამჩნევთ, სხვაში არ იგულისხმება მაინც და მაინც მესამე პირი. საკუთარი ცხოვრება შეიძლება გავიწყდებათ ბევრ თქვენთაგანს იმ ადამიანზე ფიქრით და იმ ადამიანზე ჩაციკლით. აი გრძნობები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აშკარად და გრძნობების და ემოციების ადამიანი ხართ, მაგრამ აქ რადგან შეცდომაზე ვსაუბრობთ, აი უკიდურესობებში გადადიხართ, ზედმეტებში გადადიხართ, თითქოს თქვენ პარტნიორს გინდათ, რომ აი უსიტყვოდ ესმოდეს თქვენ და თქვენც უსიტყვოდ გესმით მისი. თქვენ შეიძლება ძალიან გრძნობიარე და ემპათიურები ხართ, მაგრამ თქვენი პარტნიორი არ არის თლად ესეთი გრძნობიარე და ანუ ძალიან ზედმე საზღვრები გერღვევათ, პირადი სივრცე, პირადი საზღვრები, პირადი ცხოვრება. პირად ცხოვრებაში შეიძლება საქმიანობა, კარიერა, სხვადასხვა სფერო, სხვადასხვა მიმართულებები იგულისხმებოდეს და არა სხვა პარტნიორის თემა ისევ და ისევ. ანუ შეიძლება ძალიან გიჭირთ, როგორ გითხრა, ფიქრობთ, რომ თქვენ ისე არ უყვარხართ თქვენს პარტნიორს, როგორც თქვენ გიყვართ ეს ადამიანი. შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, აი მისი ყოველი სიტყვა, მისი ყოველი მესიჯი, მისი ყოველი მოწერილი ან გადმოდგმული ქმედება პირდაპირ აისახება თქვენს თვითშეფასებაზე, თქვენს განწყობაზე, თქვენს ემოციებზე. კარგს გეტყვით, გაგიღიმებთ, უბედნიერესი ხართ, ცუდს გეტყვით, ან არაფერს არ გეტყვით და მოწყენილები ხართ, შფოთავთ, ნერვიობთ, ვაიმე რა ხდება, ვაიმე ეს რატო დამემართა, რა ჭირს, რამე ხო არ შეიცვალა, ანუ თითქოს სულ მუდმივად გინდათ, რომ აი ემოციური სიახლოვე გქონდეთ და ემოციური აი ღრმა კავშირში იყოთ მუდამ და შეიძლება თქვენს პარტნიორს ეს არ შეუძლია მუდამ და ზოგჯერ მას დისტანცია ჭირდება, ანუ პირადი სივრცის საშუალება. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი კიდე არის აქ კონფლიქტი. კონფლიქტი როგორი კუთხით იცით? შეიძლება ემოციური კონფლიქტი თქვენ გქონდეთ, ან თქვენს პარტნიორს ეჩხუბებოდეთ და ეკამათებოდეთ ხშირად, აი მაგალითად ესე რატო არ გააკეთე, ან ესე რატო არ მოიქეცი, ან ამას რატო ესე არ მოგნა. მუდმივად გაქვთ დაძაბულობა, საომარი მდგომარეობა და ვითარება, რომ თითქოს მუდმივად ცდილობთ, რომ თქვენ პარტნიორისგან იგრძნოთ სიყვარული, იბრძვით სიყვარულის მოპოვებისთვის. შეიძლება ესეც ვთქვათ, იბრძვით გრძნობებისთვის, იბრძვით ყურადღებისთვის, გიწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ გაღიაროს ამ ურთიერთობაში ამ ადამიანმა. ეს უკვე არასწორი მიმართულება არის, ესე ძალიან ძლიერი ბრძოლა არ არის კარგი, როცა სიყვარულის აღიარებას ამხელა
ბრძოლა ჭირდება თუ უყარხარ შეიძლება არის სიტუაციები რომ ხო გარშემო რაღაც პრობლემა რაღაცა ფინანსური გადასირთულეები გვაქვს და ის უნდა გადავლახოთ ეს ბრძოლა სხვა ბრძოლაა მაგრამ იქ რომ თქვენ ურთიერთობის სიყვარულისთვის და გრძნობების მოსაპოვებლად იბრძვით და იმისთვის რომ უბრალოდ პარტნიორმა მესიჯი მოგწეროთ გულთბილი ან შეხვედრაზე დაგთანხმდეთ ან შეხვედრაზე დაგიბაროთ ეს ამისთვის უპირისპირდებით პრობლემა ეს კიდე ერთი პრობლემა რაც ამ ურთიერთობაში შეიძლება იყოს და არასწორი და შეცდომა ეს არის ეს როგორ თქვა ბრძოლა სიმართლის დამტკიცებისთვის ვინ მართალია ვინ მტყუანია ანუ ვინ სწორია ვინ არასწორია შეიძლება ამის გარჩევა მიდის აი მაგალითად შენ ეს მომატყუე ან შენ რომ 2-3 დღის წინ ესქენი ან ერთი თვის წინ რომ იმას მიწერე ან ეს ან მიდის აქ მუდმივი კონფლიქტი და მუდმივი დაპირისპირება და ის ბრძოლა სადაც გამარჯვებული არ არსებობს აქ რომც გაიმარჯვოთ და ბჭყალებში თუ გაიმარჯვოთ და რაღაც მომენტში აღიარება მიიღოთ აქ დიდი გულის ტკივილი იქნება მაინც და დიდი გულის წყვეტას მოგი მაინც ან შეიძლება დიდი წვალების ფასი იყოს ჯერ ესეთი მიდგომით აი გამარჯვება და დიდი დანაკარგებთან იყოს ან ემოციურად დაგარტყათ ძალიან რა მესმის რომ ძალიან გრძნობიარე ნატურები მიყურებთ ეხლა და ცოტა ფეთქებადებით შეიძლება ხართ ზოგიერთი თქვენგანი და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ პარტნიორს მაგრამ არ არის ზოგჯერ კარგი როცა ესე ძალიან ჩაიციკლები ურთიერთობაზე რაღაცა დეტალებზე რაღაც ედმეტ ნიუანსებზე ზოგჯერ რაღაცა აი უნდა გაამსუბუქო და არ უნდა გააბუქოთ. ეხლა ვნახოთ რჩევა რა დაგეხმარებათ. რჩევა ის სტაბილურობისკენ ისწრაფვით, ესე ვიტყოდი და იცადეთ რომ ურთიერთობაში შექმნათ სტაბილურობა. პირველ რიგში საკუთარი განცდები, საკუთარი ემოციები უნდა დაასტაბილუროთ და შეიძლება აქ არ ვიცი ხა ზუსტად ვინ მიყურებთ, მაგრამ მე გავაჟღერებ ვარიანტებს, რომ შესაძლებელია დაგეხმაროთ ურთიერთობაში თქვენი აი პრაქტიკული აზროვნება, მაგალითად, მატერიალისტურ საკითხების მოგვარება. შეიძლება აქ ვიღაცას ფინანსები არ აქვს თავისი და ძალიან პარტნიორის ამბებზეა მიჯაჭვული და ფინანსური არხი გააძლიეროს. შესაძლებელია აქ თავი დაგავიწყდათ ამ ურთიერთობაში და რჩევარს რომ თქვენს თავს, თქვენს სხეულს, თქვენს საჭიროებებს დაუბრუნდეთ, მაგალითად, კარგი იქნება სხეულთან ხშირი კონტაქტი, შეიძლება მსუბუქი ვარჯიში, მასაჟი, ან ესეთი მიმართულებები ძალიან კარგი იქნება, ბუნებაში გასეირნება, ის რაც სიამოვნებას განჭოთ, ერთჯერადი არ უნდა იყოს, ეს უნდა ხშირად გააკეთოთ, თქვენს თავს უნდა ასცეთ პატივი ამ ურთიერთობაში და აი თითქოს აი ეს ემოციური დაძაბულობა რაც შინაგანად გაქვთ, უნდა გამოიყვანოთ და გამოათავისუფლოთ. აი ყურად აქ რჩევარს რომ ყურადღება წაიღეთ თქვენსკენ. ეს ერთი. ოღონდ თქვენსკენ ჯანსაღად და არა ეგოისტურად. პარტნიორის საჭიროებები არ დაგავიწყდეთ. ეხლა თუ მაგალითად ფიქრობთ რომ ამ ხრივ ძალიან ეს ერთი მიმართულებაა და აი სხეულს იზრუნოთ და თქვენს მატერიალური საკითხების დალაგებაზე და მეორე საკითხი არის აქ რომ ურთიერთობაში რაღაც მომენტში სიმყუდროვე სიმშვიდე შეიტანოთ თქვენივე ქცევებით არ იყოს აქ ბრძოლა მუდმივი დაპირისპირება ან მაგალითად პარტნიორს თავზოთ მოდი ერთად რამე გავაკეთოთ მოდი ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა მარტო თქვენს თავზე არ აიღოთ და მარტო თქვენ არ ჩათვალოთ რომ ეს თქვენი პრობლემაა რაღაცა რჩევარს რომ მიზნისკენ ერთად უნდა წახვიდეთ თქვენ და თქვენი პარტნიორი ან უნდა დასხრეთ და ერთად განავითაროთ რაღაც კუთხე თუ არ მოყვებათ ეხლა მეორე მხარე ამ შემთხვევაში გასაგებია რომ მაშინ მთლიანად თქვენს თავის განვითარებაზე თქვენ თავის გამოყვანაზე უნდა იფიქროთ ამ გამოყვანას როგორ გაჯანსაღებაზე და შემსუბუქებაზე რომ ეს ემოციურად არ ჩაიციკლოთ მაინც და მაინც ამ ემოციებზე და გრძნობებზე და ძალიან ემოციებს მოაყვებით ნახოთ აბა როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა თუ თქვენს თავში რაღაცებს შეცვლით ამ მიმართულებით. ცოტა გრძელი ვიდეო კი გამოვიდა. შედარებით უკეთესად წავა სხვათა შორის ურთიერთობა თუ მაგალითად
თქვენ შეცვლით მიდგომებს აქ და მიზანში თქვით რომ მე მარტო მე კი არ ვიბრძი ისიც ჩემთან ერთად იბრძვის ან ჩვენ საერთო პრობლემა გვაქვს და ის უნდა მოვაგვაროთ და თქვენს ფინანსურ საკითხებს დაალაგებთ და თქვენს ემოციებს ჩახსნით მიჯაჭვულობებს არის შანსი რომ ურთიერთობა ძალიან კარგადაც დაალაგდეს და სტაბილურდეს და ვისაც ოჯახი გინდათ მაგალითად შეიძლება ოჯახი შეიქმნა შეიძლება რაღაცა მეტი ჰარმონია მეტი სიმსუბუქე ოფიციალურობები შემოვიდეს ურთიერთობაში მეტი მოდუნება მეტი სიამოვნება ეს სექსუალური ენერგიები აქტიურობები მეტად და მეტად წამოვა შანსები არის რომ დაალაგდეს ურთიერთობა მაგრამ შესაძლებელია აქ რაღაცა ქცევები თქვენთან მოკლედ თუ უფრო სრულმისეულად გაინტერესებთ თქვენი პირადი ცხოვრება და როგორ შეცვალოთ მომწერეთ მაშინ პირად შეტყობინებაში